ერთადერთი ხელმოწერილი დოკუმენტი არის ეს. ხელშეკრულება, ასოცირების ხელშეკრულება, ეგრეთ წოდებული DCFTA. როდესაც ეს ხელშეკრულება დაიდო, სიმართლე გითხრათ, დიდი აღტაცებით მაინდა-მაინც არ შეხვედრე ვარ, მაგრამ სანამ არ გავეცანი, მანამდე ცოტა მყარად დასკვნების გაკეთება მიჭირდა. როგორც მაშინ ჩემი ახლობლები და ნაცნობები მეუბნებოდნენ, მე ვიყავი ევროსკეპტიკოსი. მე არა ვარ ევროსკეპტიკოსი. იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი ეს რა ეს ხელშეკრულება რა არის ჩვენთვის. სკეპსისი ნიშნავს დაეჭვებას. მე დაეჭვები ეჭვი არა მაქვს, რომ ეს რას ნიშნავს ხელშეკრულება. წავიკითხოთ ყურადღებით და ვნახოთ. რა სარგებელი აქვს აქედან საქართველოს. ეკონომიკური, სოციალური უსაფრთხოების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. რას მოელის საზოგადოება აქედან? საზოგადოებრივი აზრი ევროკავშირში გაწევრიანებიდან ძირითადად მოელის სამ რამეს. სოციალური დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებას, შემოსავლების ძას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. რამდენად არის განთვალისწინებული აი ეს საკითხები აი ამ ხელშეკრულებაში. უსაფრთხოების უზრუნველყოფას რაც შეეხება, პირველი კარის მუხლები ezღუნება ამას და როგორი რაღაც არის, ეხლა ნახვალ შეუძლია, სრულად შეუძლია შევიდე საიტზე და ნახოს საიდუმლო კი არ არის ეს ხელშეკრულება გამოქვეყნებულია. ახლა ყველაფერს ვერ წაიკითხავ დეტალურად, იმიტომ რომ რვიანი შრიფტით ასამი ფორმატის 140 გვერდი არის, თავის კომენტარებიანად რომ გავაკეთე მე დიდი დოკუმენტი რა. ფორმულირებები არის როგორც ესეთი მომრგვალებული ფორმულირებები არის, რომელიც ნებისმიერ ვალდებულებას ისხლეტავს. და ფორმულირებები არის ეს შინაარსის, რომ თუ შენ მოახერხე და კონფლიქტების მოგვარება დაიწყე აი ამ კავშირის ბიუროკრატიის გარეშე, თავისუფლად შეუძლია შეგიქმნან პრობლემები. ხოლო მათი დახმარებით თუ რაღაცას აგვარებ, მაშინ მათი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოაგვარო.